ეხლა რამდენიმე წუთის წინ მოხდა ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მაჟორიტარ დეპუტატების კანდიდატმა ირაკლი ოქროაშვილმა. ოქროაშვილის განცხადებით ის გორში სადგურის დასახლებაში ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა, რადგანაც მასთან ორი პირი მივიდა და შეხვედრის ჩასვლას შეეცადა, რასაც მათ შორის შესვლა შემოხვაც მოყვა. ამის შემდეგ ოქროაშვილის თქმით ერთ-ერთმა პირმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და 4 გასწოლა განახორციელა. ოქროაშვილი ასახელებს ამ ორი პირის გვარებსაც და აცხადებს, რომ ერთ-ერთი რამდენჯერმე მასამართლებია. შემთხვევის შედეგად, ინციდენტის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი, ერთ-ერთი ირაკლი ოქროაშვილის დაცვის წევრია, ხოლო მეორე უბნის კოორდინატორი. ოქროაშვილი მომხდართან დაკავშირებით მართლ პარტიას და მასთან დაახლოებულ პირებს ადანაშაულებს. ოცნების ერთ-ერთი კოორდინატორი ედუარდ მოსუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ეს მეოთხე შეხვედრაზე დაახლოებით ზუსტად აღარ მახსოვს. მან მოიყონა ვინმე არაერთხელ ნასამართლები, ლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭერაზე და ასე შემდეგ, იარაღის განმარტებაზე. ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში, რომელთასაც ჰქონდა სურვილი ასევე აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა, ჩვენი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად, საკმაოდ დელიკატურად დაუხსნეს მას ყველაფერი, მასაც არ გამოუვიდა და ბოლოს შეხლა-შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე ზემოთული გასვლა მოახდინა, როგორც ჩვენს მიმართ, ასევე ჩვენი გასწორების მიმართ. ბოლო კვირების განმავლობაში გორში შეინიშნებოდა, განსაკუთრებით შეინიშნებოდა ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების საკმაოდ აქტიურობას საარჩევნო პროცესში. ამ ყველაფრის თავი და თავი გახლდათ ახალგაზრდის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების ამდღარ აქტიურობას. მე როგორც წარმომოჩილი მოქალაქე, ისე როგორც სახელმწიფოებრივად მიმდგომი და მოაზროვნე ამ შემთხვევაში. ავაპირებ ადამიანის ჩემი მეთოდებით, ჩემი ძალებით ძებნას, მოხდებაობისა და ამის სრული გამაჩნია. მე ვაპირებ დაველოდო პოლიციის რეაგირებას და პოლიციას აქვს საკმაოდ მცირე იმისათვის, რომ ეს ადამიანი იყოს. ჩვენ ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, გზის მონაკვეთი, სადაც ინციდენტი მოხდა, გადაკეტილი აქ